აისუნმა მითხრა, რომ მნიშვნელოვან თემაზე უნდა დალაპარაკება. მასთან უნდა ჩავიდე. შენთან დალაპარაკებას აპირებს, მე კი მითხრა არ მოხვიდეო. აშკარად რაღაც ჩაიფიქრა. იცი მანამდე რაც მოხდა ბაჰარ, ფრთხილად იყავი. მასთან მარტო არ დარჩე. კარგი? მისი არ მეშინია საყვარელო, ნუ ხელავ. ვეცდები მოსვლისთვის საბაბი გამომნახო. თავარია სანამ გზაში ვიქნები, არაფერი შეგამჩნიოს. ისე მოიქეცი, როგორც ყოველთვის შევთანხმდით? დემირ, მოსვლა აუცილებელი არ არის. ჩვენს გეგმას მიყევი. აისუნი ვერაფერს დაგვიშავებს. მას კარგად ვიცნობ. არც ისე მარტივადაა საქმე ბაჰარ. როცა აისუნი გაბრაზებულია, კონტროლს კარგავს, ამიტომ გაფრთხილდი. მან უკვე ყველაფერი გამიკეთა, რაც შეეძლო. ამჯერად ახალი რა უნდა მოიფიქროს. ნუ ნერვიულობ. გონული აქ არის. როცა გონული შენ გვერდითაა, მშვიდად ვარ. ძალიან გთხოვ, ფრთხილად იყავი. მე კი შერეფთან დაკავშირებით ჩვენი გეგმის მიხედვით ვიმოქმედებ. როცა შერეფი იარაღთან მიმიყვანს, თამაშიც დასრულდება. ორივე დამსახურებულად დაისჯება. დამიჯერე. ყველაფერი გამოგვივა. ამაში დარწმუნებული ვარ. თავს გავუფრთხილდი. კარგი? ჩემზე ნუღელავ, შენს თავზე იფიქრე. ძალიან მიყვარხარ ბაჰარ. მეც ძალიან მიყვარხარ. დროებით. დროებით საყვარელო. შერებ, შენთან ვალში რომ არ ვიყო, მაგ სიტყვებს განანებდი. აუცილებლად განანებდი. კარგი. აიშე, ჩემო ვარდო. ასე ნუ მელაპარაკები, ნერვებს ნუ მიშლი. რა მოხდა აიშე? რამე ცუდი გითხარი? ვარდი გიწოდე. ადრე მოგწონდა ასე რომ მოგმართავდი. ეს უკვე წარსულია. ახლა რაც უნდა მითხრა, ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. კიდევ ერთხელ მომართავ ასე და მაშინვე შევწყվეთ შენთან ლაპარაკს. ნუ ბრაზობ, ასე აღარ მოგმართავ. აიშე, მელექს ელაპარაკე? შემხვდება? ჩემს ზარებს არ პასუხობს. შეხვედრა არ უნდა. რატომ არ უნდა? მე მისი ნამდვილი მამა ვარ. როგორ შეიძლება მამის ნახვა არ უნდოდეს? ჯაბარისევ დაიწყე. ნუ მაიძულებ რომ გაგიმეორო. ის 16 წლის არის. გოგო დიდი ხანია ყველაფერს ხვდება. მითხარი ჯაბარ, შენს ცოლთან ერთად რამდენი დღე გაქვს გატარებული? ახლა გაგახსენდა რომ მამა ხარ. კარგი. მართალი ხარ. სათქმელი არაფერი მაქვს. მაგრამ შენ მაინც გადაეცი რომ ძალიან მენატრება. ჯაბარ უკვე ყველაფერი გითხარი. გოგოს ხომ ვერ აიძულებ. გაიგე უკვე დიდია. ზარები თუ არ ესეთ აღიზიანებ. ის არ გიცნობს, მორჩა. კარგად იყავი. იმ მოდელებიდან ფოტო რომ გადაუღეთ, რამე მოგეწონათ? არა, ეს მოდელები ჩვენთვის მეტისმეტად უბრალოა, არა? ასეა, ცოტა ძველმოდურია. გასაგებია, მაგრამ აუცილებელი ხომ არ არის ამ მოდელებიდან აარჩიოთ. თუ რამეს ინტერნეტით შეარჩევთ, შეგიკერავთ. გოგოებო, გასინჯეთ, თხოვთ. მიირთვით. ძალიან ცოტა შაქარი აქვს. სულ რაღაც ნახევარი ჭიქა. დაუხაჯერ. ნება მოგვეცი მთავარ საკითხზე ვიმსჯელოთ. რა თქმა უნდა,
იმიჯელეთ. ჰაჯერ, გმადლობ რომ შეწუხდი. და ეს ყველაფერი მოამზადე, მაგრამ შენი საქმე გაქვს. ნუ მოცდები. არა, დრო მაქვს. ხომ მითხარი რომ ძალიან დატვირთული ხარ. აქ დროის ტყუილად ხარჯა არ ღირს ჰაჯერ. თუ დამჭირდებიან თუ გოგონებს რამე მოისურვებათ, დაგირეკა. მართლა, დაიფიცე რომ მეტყვი. დამპირდი. ხო, შემატყობინა. ხომ შეიძლება ბულგურის სალათა ან ოსპის ხვეზელი მოუნდეთ. რა თქმა უნდა. დამირეკე, კარგი? კარგი. თუ ასეა, კარგი. გმადლობ. მივდივარ. გოგონებო დროებით. დროებით ჰაჯერ. შემდეგ ჯერზე გოგრის დესერტის და ხვენსელის წამოღება არ დაგავიწყდეს. რა თქმა უნდა, როგორი შიგთავსით, კარტოფილით. სოფლიდან კარგი კარტოფილი ჩამომიტანეს. კარგი დროებით. ისევ შევხვდებით. სასწაული ქალია. ინტერნეტში ამის ვიდეო რომ დადო მილიონი ნახვა ექნება. ბაჰართან ფრთხილად იყავი. იქნებ თავს გაჩვენებს თითქოს არაფერი იცის და ამ დროს ყველაფერს მას უყვება. არა. ჩემი ბაჰარი ასე არ მოიქცევა. გამარჯობა, შერეფ, როგორ ხარ? კარგად. გასვლას ვაპირებ, რამეს ხომ არ დამავალებდი. გმადლობ, შერეფ, რა მზრუნველი ხარ? არაფერი მინდა. კარგი. ჩემს ნათქვამზე იფიქრე? შერეფ. ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ასე სწრაფად ვერ გადავწყვეტ. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. ამიტომ კარგად მინდა დავფიქრდე, რომ არ შევცდე. მერე ხომ ძალიან გვიანი იქნება. გთხოვ, კიდევ ცოტა დრო მომეცი. ცოტა დრო, კარგი შერეფ? კარგი, ბაჰარ. რა თქმა უნდა, მართალი ხარ. იფიქრე, მოუთმენლად დაგელოდები. დროებით. აბა, მოვედი აქ ვარ. რაზე გინდოდა საუბარი? ხო, ვისაუბრებთ, მაგრამ შენთან პირისპირ მინდა საუბარი. რა ხდება, შერეფ? გახარებული ჩენ ხარ? როგორ შეიძლება არ მიხაროდეს დაო? უკვე ძალიან ახლოს ვარ ბედნიერებასთან, რომელსაც წლებია ველოდები. ბაჰარი შენს წინადადებაზე თანახმაა? არა, ჯერ გადაჭრით არ უთქვამს, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვარ. გადაწყვეტილებას რომ მიიღებს, ალბათ სიხარულით ღრუბლებში ვიფრენ. არა, ჩვეულებრივია. ყველაფერი კარგად იქნება. ამის იმედი მაქვს. მეც ამის იმედი მაქვს. ღმერთმა დაგლოცოს დაო აინურ. გმადლობ. შერეფ, ძვირფასო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. რა დაგემართა? მაბადე, უცებ ცუდად გავხდი. მემართება ხოლმე. გასაგებია, შენი ეგრეთ წოდებული ესკიზების ნახვის მერე ჩვენც ცუდად გავხდით. ძალიან ძველმოდურია. მე ბიეჩემის შესაფერისია. ასეთი პიჯაკი სად უნდა ჩავიცვა? სოციალურ ქსელში ყველას დასაცინი გავხდები. მოდი, ჟურნალები არ გაქვთ? იმას მაინც გადახედეთ. ჩვენც გადავხედავდით. არ გვაქვს, მაგრამ გაზეთის ჯიხურში ვიყიდი. კარგი იქნება, თორემ აქ ვერაფერს ვიპოვით. ახლა ვეწავალ და ვიყიდი. რა უცნაური ატელიეა, ძვირფასო. საშინელი.
აქ სხვანაირი ვერც იქნებოდა. Öyle fantezi de bir yere kadar yani. ვიცი პისტოლეტი სადაც არის. რა? ეს რას ნიშნავს? ალო, ჯაბარ. ახალი შეტყობინება მივიღე. წერს ვიცი პისტოლეტს სადაც მალავთო. ეს შეუძლებელია. ჭკუიდან შევიშლები. საიდან შეიძლება იცოდეს სად არის პისტოლეტი? არა, ასე არ გამოვა. მოემზადე, გამოვდივარ. პისტოლეტი იქედან აუცილებლად უნდა წამოვიღოთ. ოხ, რაუფ. გიპოვი და გაჩენის დღეს გაწყევლინებ. ასე რატომ მიყურებ ბახარ? ოჯახურ საკითხებზე დამხმარეების თანდასწრებით საუბარი მიღებული არ არის. მე სხვა ოჯახი არ მყავს. შეგიძლია ილაპარაკო. Yok artık. არა საყვარელო. O kadar uzun boylu değil. Çık აქედან გადი გონულ. Çık dedim. გადი, ჩემი არ გესმის? Ben buradayım Bahar. აქვე ვიქნები. არსად წავალ. Siz ne konuşuyorsunuz? დაგელაპარაკოს. Ben hemen გაიგებ რა ხდება. gidiyorum. Tamam mı? კართან დაგელოდები, კარგი? ნუ გეშინია მარტო არ დაგტოვებ. Daha fazla uzatma. ცოტა დაუჩქარე საქმეები მაქვს. Sinirlisin diyorum sana. გიშვებ, აინურსაც გადაეცი, რომ ისიც თავისუფალია. Gidin ne რაც yapıyorsanız გინდათ ის yapın. გააკეთეთ. Yeter ki bir ოღონ süre თავი uzatma. დაგვანებეთ. Bahar. ბახარ, Bak sen. თუ მთხოვ დავრჩები. არსად წავალ. Yerden yere როგორც არ უნდა დამაძალოს. şuraya gitmem kızım. Tamam Gönül abla. ნუ გეშინია დაუგონო. ჩემს თავს მივხედავ. Daha fazla. რჩევს გახვიდე, თორემ სიტუაცია დაიძაბება. მე მანამდე გავიგებ რა უნდა. Sıkıntı. ამ გველს. ქოშვილო, Ben hemen kapatayım. თავს გაუფრთხილდი. Ay hadi Aynur Hanım. სათხარ აქამდე დავაინურ. Aysun Hanım da... აშკარაა რომ აისუნი გვეხუმრა. Evet kesin ხო, მეც ასე ვფიქრობ. Aşk olsun ona. ვერ ვიჯერებ რომ ასეთ სოროში გამოგვიშვა. Ay, bu kızın იმ tersi გოგოს კერვის არაფერი გაიგება. Bence basmaya მხოლოდ ხილს თუ მიაკერებს. მოვრბივარ, მოვრბივარ. გონულ ხანი რა ვქნათ? სადმე ხომ არ დავსხდეთ? Aynur Hanım. სად უნდა დავსხდეთ? Zaten იცი, ბახარის მარტო დატოვება არ მინდა. ნერვიულობ. şurada yakında bir პარკში ხომ არ დავსხდეთ? oraya gidip სიმითი ვჭამოთ, ჩაი დავლიოთ. simit yeriz, bir çay içeriz. Yok yok. არა, არა. Ah, ne var bunda? ამაში ცუდი რა არის? Bak ben sabah არ მისაუზმია. შაქარი დამივარდა. წამლები ვაქვს მისაღები. წავიდეთ, გთხოვთ. Tamam. წავიდეთ, მაგრამ ცოტა ხნით. კარგი? კარგი, კარგი. წავიდეთ.
თქვირი სითქმაც გინდა. მთელი დღე ვერ დაგელოდები. ბახარ ძვირფასო. დამშვიდდი. გეტყვი. მაგრამ ჯერ ფორთოხლის წვენს დავლევ. ერთად დავლიოთ. შვილო საყვარელო. ასე რატომ მეკცევი? როგორ მენატრები, როგორ მინდა ჩაგეხუტო. ძალიან მაკლე ხარ. თუმცა მართალი ხარ ძვირფასო. კარგი მამა არასდროს ვყოფილ ვარ. წავიდეთ ჯაბარ. რა თქმა უნდა, შენც გარეული ხარ. რა ხდება ჯაბარ? გაბრაზებული ჩან ხარ. საშინელებები მითხარი ძმაო. ჯაბარ მაპატიე, მაგრამ შენც არ დამაკელი. ბევრჯერ გაგიმეორე, რომ ბაჰარი ასე არ მოიქცევა მეთქი, შენ კი შენსას ამტკიცებდი. მაპატიე, ხომ იცი, როცა საქმე ბაჰარს ეხება, გონება მეკეტება. მაპატიე, მართლა ცუდად გითხარი. შევრიგდეთ ძმაო. შევრიგდეთ, რა თქმა უნდა. მითხარი პისტოლეტისად დამალე. აქედან შორს. კარგი, მანქანა იქ დგას, წავიდეთ. იარაღს ავიღებ, შენ წადი. კარგი. ფიქრობ აისუნ ჰანიმი აქ იმიტომ მოვიდა, რომ არ უნდა და გოგოსთვის გული ედგინა. მართალია, აისუნ ოზდილი ბოლო-ბოდაზე იცვამს. საპატარძლო კაბის შეკერვა კი აქ გადაწყვიტა. ცოტა სასაცილოა. ამ გოგოსთან ფოტოსაც კი არ გადავიღებდი. რამის შეკერვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ალბათ ფულის პრობლემა აქვს. შესაძლოა დედა ყავს ავად. ან ვინმე ნათესავი და აისუნ ჰანიმი გულმოწყალებას იჩენს. რადგან მოვედით, მოდი რამე შევუკვეთოთ, რომ ფული გამოიმუშავოს. მერე მის შეკერილ კაბებს მოსამსახურეებს ვაჩუქებთ. გამომართვი.
Evet. გისმენ, Seni dinliyorum. მითხარი რისი თქმა გინდა? Söyleyeceksen. Anne çok fazla evham ასე რატომ განიცდი და ოგონო? ailevi mesele. ოჯახურ საკითხებს განიხილავენ. რა არის უცნაური? არ ვიცი, უბრალოდ ვერ ვისვენებ. Allah Allah. ღმერთო, Konuşup da თავიდან kötü ამოიგდეთ. şeyleri çağırma ya. Durup ცუდი dururken. ფიქრები. Aynur Hanım, აინურ ხანიმ, ben sana bir şey sormak რაღაც კითხვა მაქვს. Buyur. ისმენ, Bu Şeref. როგორ ფიქრობ? Sence შერეფი ბაჰარს მართლა შეეფერება? Yani dürüst. შერეფი პატიოსანი შრომის მოყარე კეთილსინდისიერი ახალგაზრდაა. დიდი ხანია ვიცნობ. Hem ცუდი არაფერი შემიმჩნევია. ბაჰარიც ძალიან უყვარს. რატომაც არა? o demirden. ბაჰარი იმ უნამუსო გაიწვერა ადვოკატის გამო, საკმარისად დაიტანჯა. Sana 50 kere şeref olsun. ვთვლი რომ შერეფი დემირზე ბევრად უკეთესია. benim içim მე ასეთი დარწმუნებული არ ვარ. Ne yalan söyleyeyim. ვერ ვისვენებ. Doğru Besmis. haklısın. Sonuçta შენს sen bir დედა ხარ, anasın yani. ქალიშვილი გყავს. Hele ki kız anası. დედებს, რომლებსაც ქალიშვილები ყავთ, ასეთ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. Uzun sürüyor. Kız çocuğu kıymetli tabii. გოგონები მათთვის ძვირფასები არიან. ხო მართლა შენი შვილი როგორ არის ყველაფერი რიგზია? Bu aralar aramızda. ბოლო პერიოდში ცოტა უთანხმოება გვაქვს. რას ვიზამთ? ზოგჯერ თავისი გადაწყვეტილებებით ჭკუიდან მშლის, მაგრამ ის ჩემი სისხლი და ხორცია. როცა მას რაღაც აწუხებს, გული მიკვდება. Evet işte gene de. Saçının tek teline zarar geldi. ძალიან ნერვიულობ. Parça olurlar. Doğru. ხო, Doğru diyorsun. მართალი ხარ. Evlat ეს işte. ბავშვები Allah çağırsın. ღმერთმა უბედურება გვაშოროს. Onun dışında her şey. სხვა ყველაფერი კარგად იქნება. İnşallah. იმედია აინურ ხანიმ. İnşallah. იმედია. Bak Bahar'cığım, ბაჰარ, sen de biliyorsun. როგორც იცი, მალე დემირს გავყვებით სულად. Demir'le evleniyoruz. ამიტომ მომავლის გეგმები უნდა დავსახოთ O ძვირფასო. yüzden gelecekle alakalı Onda planlarımızı მოვიფიქროთ. şimdiden yapmak durumundayız canım. Ne planından bahsediyorsun? მომავალში საერთო გეგმები არ გვაქვს. Demir ve ben ბაჰარ, როგორც ხვდები, ჩვენი დაქორწინების შემდეგ ამ სახლში შენი დარჩენა მიზენ შეწონილი არ იქნება. geçmişte yaşanan saçma ზარსულში sapan მომხდარ şeylerden სისულელეებზე საუბარიც კი არ მინდა. O yüzden ასე რომ, en doğrusu კარგი იქნება, senin bu თუ ამ konuda სახლიდან yanında გადახვალ. olacaksın canım. Ben şöyle bir მე şey ყველაფერი მოვიფიქრე. babanın sana bıraktığı გადავწყვიტე miras, მამის მიერ ben დატოვებული senin მემკვიდრეობა üzerine დაგიბრუნო. sen de რათა kendine შენთვის yepyeni ახალი და güzel ლამაზი bir hayat ცხოვრება kur. მოიწყო. Git çalış. იმუშავებ, Yeni bir ev სახლს tut. იყიდი. Tabii çalışmak თუმცა zorunda მუშაობა değilsin, აუცილებელი არ senin იქნება. bileceğin iş. ეგ უკვე შენი საქმეა. Bence son derece adil ვფიქრობ, ve ეს ყველაზე სამართლიანი და მართებული გადაწყვეტილება იქნება. Sen kimin evinden ჩემი keyif სახლიდან მაგდებ? Evden მე gitmesin. არ ვარ ის ადამიანი, ვინც ეს სახლი უნდა დატოვოს. O ben değilim. Hayır. არა, Canım sen bu Bahar, esra labarakია. ნუ თუ თვლი რომ სახლიდან გაგდებ. უბრალოდ მეგობრულ რჩევას გაძლევ. ქორწილის შემდეგ ჩემთან და დემირთან ერთად ცხოვრებას ხომ არ აპირებ? სხვათა შორის შემიძლია ფულიც დაგიმატო. ხო, ფულს დაგიმატებ. რა სიტყვი? რა რაოდენობის თანხაც არ უნდა შემომთავაზო. Hiçbir yere მე gitmesin. აქედან არ წავალ.
თუ ჩემთან ცხოვრება უხერხულობას გიქმნის, მდგომარეობიდან გამოსავალს მარტივად იპოვი აისონ. ძვირფასო, გამოსავალი უკვე ვიპოვე. იმ ფულით, რომელსაც მოგცემ, სამყაროს ნებისმიერ ნაწილში შეძლებ ცხოვრებას. არ მესმის სიტუაციას რატომ არ თვლებ? იმიტომ რომ სახლი ჩემია. და ამ სახლიდან ვერავინ გამაგდებს. აისონ, არ მესმის ასე დაჟინებით, რატომ ითხოვ ამ სახლში დარჩენას? შენს ხომ შეგიძლია იქ იცხოვრო, სადაც მოგინდება. შენს ძვირფას დემირთან ერთად. სამყაროს ნებისმიერ ნაწილში. ამ სახლს მივეჩვიე. და შემიყვარდა. გთხოვ ეს საკითხი ისე მოვაგვაროთ, როგორც ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერებათ. რაც უნდა მითხრა, აზრს არ შევიცვლი. ასე რომ დროს ტყუილად ნუ დაკარგავ. მშვენივრად მესმის, რომ რთული პერიოდი გამოვიარეთ. ასეთი მწვავე რეაქცია ამიტომ გავს. გეფიცები შენთვის დემირი არ წამირთმევია, ბაჰარ. არაერთხელ გითხარი, რომ მე და დემირი შეყვარებულები ვიყავით იქამდე, სანამ შენ გაგიცნობდა ძვირფასო. მაგრამ მამა შენი საკვიეტების გამო ერთად ყოფნა ვერ შევძელით. ახლა კი მე და დემირს ბედნიერების უფლება გვაქვს. გთხოვ, ნუ გაჯიუტდები. მე უკვე ყველაფერი ვთქვი. ეს თემა დახურულია. დემირი კი სულ არ მაინტერესებს. ხმოვანებულია